so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. ხო, უცნაური დასაფიქრებელი ის არის რა შეკითხვა. აგვისტოს ომი არის ჩემთვის უცნაური განცდის ისა რა წერტილი. რეზერვისტებად ვიყავით წასულები გორში და მერე უკან გამოგვიხმეს, დავიწყეთ რაღაცა ქველმოქმედების კუთხით რა წითელ ჯვარს დაუკავშირდით, რომ რაღაც ვიკეთებინ. ერთ-ერთი ღამე იყო, ვარიგებდით ამ პროდუქტებს რა, ერთად იყო ესენი გადასაფარებლები. და ეს ხალხი, რომელიც დევნილები იყვნენ, მაშინ სკოლების შენობებში იყვნენ შესახლებულები. ერთ-ერთი დარიგების დროს შევიტანეთ ეს გადასაფარებლები, გამოვედით გარეთ და ცოტა ხანში კაცი გამოდის, ესენი გადასაფარებლები მოაქვს რა უკან. და ჩვენ გვაძლევს და გვეუბნება, რომ აქო რაღაცა ორი გადასაფარებელი დავიტოვეთ, იმიტომ რომ ორი ქალი იყო და დანარჩენებს არ გვჭირდებოდა და ვისაც ჭირდება თუ იმათ წაუკეთო. არ ჭირდებოდათ იმიტომ კი არა რომ გქონდათ. აი კაცები ვართ და არ გვჭირდება და თუ სადმე უფრო საჭიროების მქონე ხალხი არის, იმათ წაუკეთ. ჩვენ ქალებს მივხედეთ და დიდი მადლობა ამისთვის და ანუ აი გაკვირვება მქონდა რა, რომ ეს რანაირი ხალხი, ანუ ყველა ის ამბავი ცუდი, რაც მე ქართველების შესახებ, იმის გამო, რაც ჩვენ 90-იანებში დაგვემართა, მოსმენილი მქონდა, მაგალითად გაუტანლობის შესახებ, ან ის რომ ყველანი აი მიმტაცებლები ვართ. უცებ ხედავ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ქართველები ვიქცევით აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ, ვართ ძალიან ერთმანეთის გვერდში მდგომები, დამთმობები, წესრიგზე ორიენტირებულები, ანუ ქაოსი არ ყოფილა, მარადიორობა არ ყოფილა, აფერი არ ყოფილა და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად სხვა ერი ვართ რა. და აი მანდ მივხვდი, რომ ეს ერი არის ის ერი, რომელიც მე მომწონს, სადაც მე ვიცხოვრებდი. ამიტომ აი ჩემთვის აი სამშობლოს თუ რაღაცნაირი განცდა ეგ თანადგომა არის და მაგიტომაც ეხაც არ მეშინია ძალიან, იმიტომ რომ ვიცი, რომ ეგეთ კრიზისულ სიტუაციაში საბოლოო ჯამში ყველა ქართველს ერთი კოდი ერთვება რაღაცნაირი და ერთხელ ვქენით, ორჯერ ვქენით და კიდე ბევრჯერ ვიზამთ რა მაგას. აუცილებელი საფუძველი არის ერთი მეორის რა. ანუ დამოუკიდებლობა ამ გარე ფაქტორებისგან გაძლევს იმ ველს, რომ შენ განახორციელო თავისუფლება. და პლუს ამას ერთი ნიუანსიც ახლავს, რომ დამოკიდებულება ზოგადად არის კომფორტული რა. განმანათლებლობის იდეა არის, რომ ანუ თავისუფლება შენ პრობლემებს გიჩენს რა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღო საკუთარ თავზე და რისკი არის რა, არის. მაგალითად ჩვენი პრორუსები მაგას ამბობენ ხოლმე, რომ აი რომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მერე რა. რავი, ხანდახან ჯობდა რომ მოსკოვიდან მოდიოდა რა ვიცი, პასუხი იმასთან დაკავშირებით რა უნდა გავაკეთებინა რა. ხო და ეს თავისუფლების აუტანლობა ახალი არ არის რა, ანუ ძალიან დიდი ძველი იდეა არის. მაგრამ იმის გამო რომ ის აუტანელია ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ რა, ანუ მთელი დრამა ადამიანური არის ეს, რომ დავთმობ თუ არა ჩემ თავისუფლებას იმის გამო რომ უბრალოდ უფრო რთული არის. ჩემთვის რაღაცნაირად ეს თავისუფლების მდგომარეობაში ყოფნა მისი შედეგების მიუხედავად მაინც უფრო ღირებული ამბავი არის, ვიდრე მისი არ ქონა, მიუხედავად იმ ისე ტკივილებისა თუ სირთულეებისა, რომელიც მას ახლავს თან. სამწუხაროდ რეჟიმმა მოახერხა ის, რომ თქვას, რომ ცვლილება აუცილებლად იქნება წარსული. და ეს ძალიან კარგად ჩააბეტონა რა. ჩააბეტონა პროპაგანდის საშუალებით, ხო? ყველა ახალი გამოჩენილი ადამიანიც კი, რომელიც მაგალითად, რა ვიცი, 2012 წელს იყო, 13 წლის, არიან ნაცი, ხო? აი ამითი ძალიან კარგი მოდელი შექმნა, რომ საზოგადოების ნაწილს უთხრას, რომ ცვლილება არ იქნება უკეთესობისკენ, ცვლილება იქნება წარსულისკენ და წარსული იყო უარესი. და ეგ კარგი ჭკვიანური მოფიქრება არის, ასე ვთქვათ, რაც ცუდია დემოკრატიისთვის, იმიტომ რომ ცვლილება მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის და ჩვენ ეგ გამოცდილება არ აქვს, ანუ ჩვენ გვაქვს ყველა ცვლილება, რომელიც ტვინში არის თითქოს ნეგატიურადთან ასოცირებული რა. ხო, ანუ საბჭოთა კავშირი დავშალეთ და მივიღეთ სამოქალაქო ომი, სამოქალაქო დავშალეთ და მივიღეთ რაღაცა ოლიგარქიული სისტემა, შევარდნაძე დავშალეთ და მივიღეთ ძალადობა, მერე აი ეს დავშალეთ და პრინციპში რა მივიღეთ ცუდი. და მეორე ამბავი არის, როდესაც რეჟიმმა დააჯერა ადამიანები, რომ ეს არის მაქსიმუმი, რაც ქართველებს რის გაკეთებად შეგვიძლია. მაგალითად, წარმოდგენა იმის შესახებ, რომ აზრი არ აქვს, მაგალითად, მოქალაქის ძალისხმევას. დააკვირდით, ხო?
ვინც კი აქტიური მოქალაქე არის, ან გაყიდული, ან აგენტი არის. ანუ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ უბრალოდ ვიღაცას მოუნდა, რომ დაინახა გურულები გაჭირვებაში და ჩავიდა იქ, დახარჯა თავისი ბენზინი, თავისი საკვები, თავისი ფული და რეჟიმი აუცილებლად აქედან ინფორმაციას მიაწევს პროპაგანდის საშუალებით, რომ ეხლა მანდ ვინც ჩამოდიან, სინამდვილეში არიან აგენტები და თხილად იყავთ, რაც რუსეთი აკეთებდა რა. რომ მოქალაქემ არ გაიფიქროს, რომ თვითმოქმედება როგორც ასეთი არსებობს რა. აქედან გამომდინარე, ადამიანების დიდი რაოდენობა სტატუს კვოს შენარჩუნებისკენ ისწრაფვის და ვართ ეგეთი არსებები, რომ გვინდა, უბრალოდ გვინდა, რომ წყნარად ვიყოთ რა. არ გამოდის ესე, ცვლილება ყოველთვის იწევს ჩამოქცევას იმ რაღაცა მყარი კონსტრუქციის და მე თავიდან გაქვს შესაძლებელი რა. ეგრე ვითარდებით პიროვნულად. ეგრე ვითარდებით როგორც ერი. და სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის მზად ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, ერთ ნაწილზე ვსაუბრობ, რომ თქვას, რომ ოკეი, მოდი გავრისკოთ ჩამოქცევა, იმიტომ რომ დროა რომ ჩამოვიქცეთ რაღაცებზე, რაზეც ვდგევართ რა, და ავაწყოთ ახალი საქართველო ახლებურად, ოღონდ ძველის განადგურებით კი არა, იმის შენარჩუნებით და ამ ახალი ცვლილების ინტეგრაციით. ძალიან მეშინო და ზამთრის მაგალითად და წინასწარ ვამბობდი რომ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ტვინში რა და მაინც ვიცვამდი და გავდიოდი და ძალიან კარგად მახსოვს ესე რომ ვიყურებოდი რუსთაველისკენ რომ მოდიან თუ იქნება ხალხი რა შვება ისე გადავიდანეთ ეს ზამთარი და რომ უკვე ვიცი რომ ჩვენ ვართ ხალხი რომელსაც ზამთარი გადავიდანეთ რა და ეს ტრანსფორმაციები მაგიტომ არის საინტერესო პროცესი ამ ჯოჯოხეთთან ერთად რა რომ ისე გვცვლის რომ რა ვიცი რამდენი წიგნი დაიწერება და რამდენი ამბავი და რამდენი სპექტაკლი დაიდგმება აი ამ ყველაფერზე რა ანუ რას მოყვებია როგორ წლების ხო ხო მე ანუ ეპიკური არის ყველაფერი ეპიკური არის რა ამ პროცესში რამდენიმე მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო უცებ რომ ამ ნატურებს ხედავ რა მარში რომელიც ტელევიზიიდან მოდის და ამ ნატურებს ხედავ და აქედანაც რომ ანთებენ ხოლმე და მე მარშიც ნაყოფი ვარ იქაც ნაყოფი ვარ და ეს სინათლე არის სიმბოლო იმედის და რომ ხო აი ვიღაცა ხალხი იქ მხვდება ერთმა ბიჭმა თქვა სხვადასხვა ხორუმის ვინც გვეხმარებოდა რომ აი ორგანიზებაში რომ გვიხსნიდა რომ დაგავკეთე იმან თქვა რომ მთელი ცხოვრება დარბაზში ვცეკვაო ხორუმსო და ეხლა პირველად ხვდებიო მე თვითონ რომ საერთოდ ხორუმი რა არისო და თურმე იმიტომ ვისწავლე რომ აქ მეცეკვაო წარმოგიდგენთ როგორ გამოაცოცხლა და ამაღლა ხორუმი მისთვის და ჩვენთვის ამაღლა ლიტერატურა მუსიკა რაც გვიმღერია ჩაკრულოდან დაწყებული სხვადასხვა ყველაფერი რაც ამას აქებს უცებ რუსთაველზე შენ თვალწინ ხდება რა გაბედულება სიმამაცე ცოტა უცნაური რამ არის რა იმიტომ რომ სანამ არ დადგები რაღაც ხიფათის წინაშე მანამდე არ იცი ეგ შეგიძლია თუ არა ჩვენს გარშემო უცებ უყურებთ ციხეში როგორ მამაცად სხედან ადამიანები და იქით გვამქნევებენ გარეთ ყოფებს და ფიქრობ რომ აი საიდან აღმოჩნდა ანუ იცოდნენ თუ არა ამათმა მაგალითად ერთი წლის წინ ამ ბავშვებმა ან არა მხოლოდ ბავშვებმა დასული ხალხიც არის იქ რომ ეს შეეძლოთ რა ანუ რო გეკითხა 2 წლის წინ გეტყოდნენ რომ არა მომაშორი აქედან არის თო ციხე მე ჩემი არ არის რა ვისი არის ხო პასუხი ეგ არის არც კოსტავასი არის ვინც გარეთ ვარ ჯერ ციხეში არა ვართ მაგრამ ვფიქრობთ რომ მოხვდებით და ჯერჯერობით ამასე თანახმა ვართ იმიტომ რომ ჯერ კიდევ აქ ვართ და ვაკეთებთ იმას რაც ვაკეთებთ ხო აი რომ მოხვდებით რა რეაქცია გვექნება ეგ მე მინდა რომ ჯეროდეს რომ დაახლოებით ისეთი როგორცაც ეხა უყურებს ხვების ვიზამ თუ არა წინასწარ არის გარანტია არ მინდა მიცე მაგრამ დღეს ვფიქრობ რომ აუცილებლად მოახერხებ ცნაური ის არის რომ ამ არანორმალურობაში ვიპოვეთ ნორმალურობა ყველა ხვდებით რომ დაძაბული მომენტი არის ჩვენთვის ყველასთვის მაგრამ მაინც ვამბობთ რომ ძალიან კარგად ვართ რა ყველანი ანუ ისგანს არ ვიტყუებით იმიტომ რომ ვიცით რაც ვაკეთებთ ვიცით რომ ვიბრძვით სანამ ვიბრძვით რაღაცას ვშვებით ანუ წინააღმდეგობას ვუწევთ და ეს წინააღმდეგობა არის უკვე ნორმალური რა და შესაბამისად ყველაფერი კარგად არის ანუ ფიქრობ რომ აი წინააღმდეგობა რო არ გაგვეწია მე უფრო შენ თავში შეიძლება წახვიდე რასაც თქვა შინაგან ემიგრაციას ეძახიან რაც ასევე მოვლენა არის ავტორიტარული რეჟიმებისთვის საბჭოთა კავშირი ყველაზე კარგი მაგალითი იქნებოდა ბევრმა გააკეთა ეს რა ანუ როცა ფიქრობ რეჟიმს როგორ შეიძლება რომ გაუმკლავდე და უბრალოდ ძალას ვერ პოულობ მიდიხარ შენ თავში ბევრისთვის ეს შინაგანი ემიგრაცია მე უფრო გვიან ცუდად დამთავრდა თქვა ვინც 37-მდე თავის თავში იყო წასული და ეგონა რომ ის გადაარჩენდა მაინც ცუდად დაამთავრა ამიტომ ჩვენ შემთხვევაში ამასაც ხვდებით რომ ამ ეტაპზე შენ თავში წასვლას აზრი არ აქვს ყოველთვის მოვასწრებთ რა და ამიტომ სანამ რესურსი გვაქვს და ყველაფერი გავაკეთოთ რომ რაღაცა მაინც შევცვალოთ ჩვენს გარშემო We are so happy
and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.